სწავლების საშუალო საფეხური first class-ში. სამივე კლასში მე-10-12 კლასში ისტორია რჩება სავალდებულო საგნად. მე-11 კლასებში გეოგრაფია სავალდებულო, ხოლო მე-12 კლასში მოსწავლეებს საშუალება აქვთ არჩევენ დამატებითი რჩევითი საგნები, მაგალითად გეოგრაფიული კვლევა. ისტორიის, გეოგრაფიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ცნობილი ჯგუფი მე-10 კლასში მოსწავლეს თავად სამოქალაქო განათლების სავალდებულო კურსს, ხოლო მე-11 კლასებში კი არჩევით საგნებს, მაგალითად სახელმწიფო მოქალაქეობა, მეწარმეობის საფუძვლები, პრაქტიკული დამარცხება და სხვა. მე-10 კლასში სამოქალაქო თავდაცვისა და ურთიერთობების გარკვეული საკითხების შესწავლა ინტეგრირებულია სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიისა და სპორტის სასწავლო პროგრამებში. მე-11 კლასში საგანში შემავალი თემატიკა ინტეგრირებულია ფიზიკისა და ქიმიის სასწავლო პროგრამებში. მე-12 კლასში დამატებით საგნად ისწავლება სამოქალაქო თავდაცვა და საფრთხეობა და მას 14 საათი ეტოვა. როგორც აღნიშნეთ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია ყოველი კლასის ან საფეხურის ბოლოს სასწავლო პროცესის შედეგები და მოსწავლის მიერ მათი მიღწევის ინდიკატორები. შედეგები დაჯგუფებულია მიმართულებების მიხედვით. თითოეული მიმართულება საგნის სწავლის ძირითად დანერგებას და ეკუთვნება ერთთან რამდენიმე კომპეტენციის სფეროს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში საზოგადოებრივი მეცნიერებათა სწავლის მიმართულებები წარმოდგენილია შემდეგნაირად. დრო და სივრცე, გარემო და ეკონომიკა, სახელმწიფო მმართველობა, პოლიტიკა, კულტურა და რელიგია, ადამიანთა საზოგადოება, გარემო და სოციალური სისტემები, ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა, კომუნიკაცია, ეროვნული განვითარება, მდგრადი განვითარება, თვითმმართველობა და მმართველობა, გეოგრაფიული კვლევა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. ამ მიმართულებების შესახებ ვრცელ ინფორმაციას ნახავთ არკუში ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებათა ნაწილში. და ბოლოს, რა გვექნება დღეს დავალებად. საკუთარი სურვილით წყვილებულებმა წყვილებში მუშაობით უნდა ვიფიქროთ და შემოგთავაზოთ მას გარეშე მუშაობის ფორმა, რომელიც თქვენი აზრით შეუწყობს სამოქალაქო ალთას. ნახვამდის